სახელითა მამისათა, დაძისათა და სულისა წმინდისათა. ბიბლია ყოველ დღე მოგესალმებით ყველას მეგობრებო. ერთი და იგივე ღმერთია ძველ და ახალ აღთმაში. მეგობრებო, მართლმადიდებელი ეკლესია, ესე იგი, გვასწავლის ნათლად და ასე ვთქვათ, ერთხმად აცხადებს, დიახ, აბსოლუტურად, ესე ვთქვათ, ერთი და იგივე ღმერთია. ეს არის წმინდა სამება, მამა, ძე და სული წმინდა, ანუ სამი იპოსტასი, ანუ ერთი არსება, ხო? ანუ ღმერთი არსებით ერთია, მაგრამ სამი პირით, ხო? ნებავთ სამი იპოსტასი, მარადიული და უცვლელი. როგორც წმინდა მამა ირინეოს ლიონელი ამბობს, ერთი და იგივე ღმერთია, რომელმაც ძველ აღთმაში წინასწარმეტყველთა მიერ აუწყა კაცობრიობას იესო ქრისტე, ხოლო ახალ აღთმაში თავად გამოცხადდა იგი. ანუ სიტყვა, ხო, ლოგოსი, ღვთის სიტყვა, ხო, ძე ღმერთი, ანუ წინასწარ მოქმედებდა ძველ აღთმაშიც, მეგობრებო, ხო? იგი გამოეცხადებოდა მართად, ხო, უხილავად, ხელმძღვანელობდა ისრაელს და ღვთაებრივი ნათლით ამზადებდა კაცობრიობას. სწორედ ლოგოსის ღვთაებრივი მოქმედების გამოვლინებაა ღვთის გამოცხადება მოსესთვის, ხო, უხრწნელ ბუჩქში, გახსოვთ? სხვადასხვა ეს ბუჩქი, რომელიც ესე იგი იწვის და არ იწვება, ესე ვთქვათ, ნებავთ წინასახია გამოხატავს ღვთისმშობელს, ხო, სიმბოლურად. მოციქული პაოლე გალატელთა მიმართ 3:8 წერს. წინასწარ იხილა წერილმა, რომ რწმენით გაამართლებს ღმერთი წარმართებს და წინასწარ უქადაგა აბრაამს. ამით ეკლესია გვასწავლის, მეგობრებო, რომ აბრაამს უკვე ჰქონდა მესიაზე მიმართული სარწმუნოება, ქრისტეზე. წმინდა იოანე ოქროპირი გამარტავს, ძველი აღთმა არის ჩრდილი ახალი ჭეშმარიტება. ღმერთი არ შეცვლილა, არამედ შეიცვალა კაცობრიობის მდგომარეობა. ნახეთ, მარტივად რომ თქვათ, ხო, ეს თქვათ გასაგება, ძველ აღთმაში ადამიანი სულიერად ბავშვურ ასაკში იყო, სულიერად, ახალ აღთმაში იგი, თქვათ, ახალ ქრისტეს ხორცს შესხმით მივიდა სრულყოფილ გამოცხადებამდე. წმინდა ათანასე ალექსანდრიელი, თქვათ, კაფიოთ აცხადებს, მეგობრებო, რომ ძე ღმერთი მარადიულად არსებობს მამასთან და სული წმინდასთან ერთად. ხორცს შესხმით კი გამოუცხადა სამყაროს თავისი სიყვარული. ანუ ჩვენი მართლმადიდებლური სწავლება არ ცნობს არც ორ ღმერთს, ესე ვთქვათ, და არც სამ ღმერთს, ხო, ანუ შეცვლილ ღმერთს. ანუ არის არსებით ერთი ღმერთი, მაგრამ სამი პირი, სამი ჰიპოსტასი გნებავთ. ეხლა როგორ არის ეს, ესე იგი, ერთი ღმერთი და სამი პირით, ამაზე, ესე იგი, ადამიანის გონება ვერასოდეს ვერ ჩაწვდება, როგორც ვერ ჩაწვდება, თქვათ, როგორ განკაცდა, როგორ დაიმდაბლა, წარმოიდგინეთ ეს ხო ჩვენი უწვდომელი არის, ამას ვერასოდეს ვერ გავიგებთ, ეს არის უდიდესი საიდუმლო, მეგობრებო, რომ აი როგორ, ესე იგი, ვინც შექმნა ეს ოკეანები, ზღვები, ვარსკვლავები, მზე, დედამიწა კი არ, მთელი სამყარო, ეს ვარსკვლავები, მეგავარსკვლავები, გალაქტიკები, მთელი სამყარო, წარმოიდგინეთ, აი ის ვინც ყველაფერი შექმნა, ის მოვიდა და გახდა შენაირი ადამიანი, წარმოიდგინეთ. ეს ხო ძალიან უდიდესი საიდუმლოა, მეგობრებო, და როგორც წმინდა სამება, ხო. ანუ ღმერთმა იმდენად მოგცა ჩვენ საშუალება, რადგან თვითონ ესე ვთქვათ, ჩათვალა საჭიროდ
იმდენად გაგვიმხილა. აი როგორც ებრაელთა მიმართ წერილში წერია, რომ კითხულობთ, ხო? მრავალგზის და მრავალნაირად ისაუბრა ღმერთმა წინასწარმეტყველთა მიერ, ხოლო ამ უკანასკნელ დღეებში ძის მიერ. მეგობრებო, ჩვენ უნდა ვიცოდეთ ასევე, რომ რა თქმა უნდა ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ ძიებაში და ჩვენ ასე ვთქვათ, დავკმაყოფილდეთ ჩვენი მდგომარეობით, ანუ ჩვენი მდგომარეობა იგულისხმება, რომ ჩვენ ყოველდღიურ ვთქვათ ჩვენ ლოცულობ დილას საღამოს ლოცვებში, ხო, ვთქვათ ვეზიარებით, ახსარებას ვაბარებ, დავდივარ წირვა ლოცვებ ვესწრებით, თუმცა ზოგი ალბათ წელიწადში ორჯერ დადის მხოლოდ შოობაზე და აღდგომაზე, მაგრამ ეს სხვა საკითხია, ხა შორს წაგვიყვანს, მაგრამ ჩვენ არასოდეს არ დავკმაყოფილდეთ და უნდა ძიებაში უნდა ვიყოთ და სწრაფო უნდა გქონდეს ქრისტეს მიმართ და ყოველთვის როგორც ჩვენ ვამბობთ, აი თეოფანე დაყუდებული ამბობს, რომ არასოდეს ადამიანი არასოდეს არ უნდა მოდუნდეს და უნდა იყოს როგორც აი იცით, აი ხშირად ვამბობ ხოლმე, აი გიტარის სიმივით უნდა იყოს დაჭიმული და არასოდეს არ უნდა მოდუნდეს. ჩვენ თუ მოვდუნდებით ოდნავ მაინც, ხო, ესე იგი მაშინ ჯაჭვები წავა, ერთი ცოდვა, მეორე ცოდვა, მესამე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ადამიანები ჩვენ უძლურები ვართ და ჩვენ ესე თქვა ყოველდღიურ ესე იგი ცოდვებში ვარდებით, მაგრამ ჩვენ უნდა შევთხოვოთ ღმერთს და უფალი ამბობს კიდევაც თავად, რომ სახარებაში ბრძანებს, რომ არაფრის კეთება არ შეგიძლიათ ჩემს გარეშეო. ჩვენ უნდა შევთხოვოთ, არა უშავს, დავეცემით, უნდა ავდგეთ, ადგომა არ იქნებოდა თუ დაცემა არ იქნება, ხო? ამიტომ ჩვენ აი როგორც ცოტა სხვაგან წავედით ახლა, მაგრამ მე მგონი ძალიან საინტერესო თემა არის ესეც, ბევრს აინტერესებს, ბევრი წეს კომენტარებში და ამიტომ ეს ვთქვათ, ესე ვთქვათ, მოვაყოლე ეს საუბარი და ხშირად ჩვენ უნდა მეგობრებო ავიღოთ პეტრეს მაგალითი და პეტრეს გზას უნდა მიყვეთ და არა იუდას. თქვენ იცით, რომ იუდამ ერთხელ უღალატა, ესე იგი ქრისტეს და პეტრემ სამჯერ. წარმოიდგინეთ, უფრო ასე ამ შემთხვევაში უფრო დიდი ცოდვაა, ხო? მაგრამ როგორც წერია სახარებაში, იუდა წავიდა, მოინანია და თავი მოიკლა, ხო, ჩამოიხჩა. მაგრამ რა მონანიება ესა, ხო, ეს წარკვეტილება არის და პეტრე ესე იგი წავიდა, ცხარესრევლები დიტირა, მოინანია და ესე იგი მას სინანული ჰქონდა, გააჩნდა შემდეგ წლების განმავლობაში და უფალმა მიიღო ეს მისი სინანული და მეტიც ის გახადა, თავთა მოციქული ხდება, ხო, მოციქულთა თავი ხდება, ხო, პეტრე და პავლე, პეტრე. ამიტომ მეგობრებო, არასოდეს არავინ განვიკითხოთ, სულ ბოლო პლანეტაზე, სულ ბოლო უკანასკნელი ადამიანი, ცოდვილი, რაც არ უნდა კონდეს მას ჩადენილი, ხო? აი რაც გაიფიქრეთ ახლა ის ცოდვა, ხო? ისიც რომ კონდეს ჩადენილი და არ ვიცი, აი რაც კი ცოდვები არსებობს დედამიწაზე, მას რო კონდეს, ხო? არ უნდა განვიკითხოთ ეს ადამიანი. რატომ? იმიტომ რომ იმ ადამიანმა შეიძლება გავიდეს წლები და ესე იგი ისე მოინანიოს, ისეთი სინანული ჰქონდეს, რომ ქრისტე მიიღებს მას და ესე იგი შეიწირავს მის სინანულს. და მერე შენ სად მიდიხარ? შენი განკითხვით, ხო? აი ეს საშინელესი, ესე თქვა, ეს განკითხვა, ეს სულის კიბო, ხო, აი მერე საწახოში, ხო? ამიტომ არ გვინდა ეს განკითხვა, არ გვინდა ეს ჭორაობა, არ გვინდა ეს რაღაც ეს სიამაყე და განკითხვა, ეს სულის კიბოა, მეგობრებო. ჩვენ თავს მივხედოთ, ჩვენ საკუთარ თავს შევხედოთ და ესე იგი აი ახალი წელი დაიწყო, 2026 წელი და შევეცადოთ, რომ 1-2 სანტიმეტრით მაინც მივუახლოვდეთ ქრისტეს, ხო? და ბოლოს მინდა დაუბრუნდე იმ თემას, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორო, ბევრი ესე იგი წეს კომენტარებში, ასევე პირადში, WhatsApp-ზე წეს, რომ მინდა უთხრა ყველა იმ ადამიანს,
რომ ქრისტე, როგორც გახსოვთ ხო, იგავში, უძღებიშვილის იგავში, ქრისტე ყოველთვის გველოდება ჩვენ. ადამიანო, შენ რაც არ უნდა გქონდეს ცოდვა ჩადენილი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ. რაც არ უნდა გქონდეს ცოდვა ჩადენილი, არ აქვს მნიშვნელობა. მომაკვდინებელი იქნება თუ არ ვიცი, რაც კი თქვენ გაიფიქრეთ. მიდი, წადი, არ გადადო, ხვალ არ დღეს მიდი ეკლესიაში, ნახე მოძღვარი მამაო თუ არ ყავს ნათესავი, ესე იგი ვის დადის ყავს მოძღვარი ამ მეგობრებში ან ესე იგი და მიდი მოინანიე გაიაზრე ესა თუ ის ცოდვა რაც გაჩადენილი აღსარებაში თქვი ესე იგი არ უნდა დაწერით თქვი ნუ ხრცხვენია იქ უფრო შეგწყვებათ თქვით ეზიარეთ და აღარასოდეს გაიმეორეთ ესა თუ ის ცოდვა მომაკვდინებელი და ქრისტე ხელგაშლით ესე გელოდება თქვენ და ყოველთვის როგორც მოსიყვარულე მამა ბავშვს ესე ჩაეკრება და მიუტევებს აი ესე მოგიტევებთ თქვენ უფალი ამაზე მაქვს მე ჩაწერილი ცალკე ვიდეო და უფრო ცლად დეტალურად საუბრობ ამაზე და შეგიძლიათ ვისაც გაინტერესებთ შევძანდით და მოусმინეთ ღმერთმა და ამიტომ მეგობრებო უნდა ვიცოდეთ რომ რა თქმა უნდა ძველ აღთმაში და ახალ აღთმაში არის ერთი და იგივე ღმერთი დიდება და მადლობა მას მეგობრებო ბოლოს მინდა გთხოვოთ ესე ვთქვათ გამოიწერეთ არხი თუ მოგეწონათ დაალაიქეთ მოიწონეთ ვიდეო ესე ვთქვათ გააზიარეთ რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაუზიარეთ ჩვენ ქართველებს სოციალურ ქსელებში ჩვენ ემიგრანტებს რომ მეტმა ადამიანმა გაიგოს უსინათლოებმა მოусმინონ და ვისიც ესე იგი სმენა პრობლემა აქვს სმენის წაიკითხოს იმიტომ რომ ყველა ვიდეოში არის ქართული ტიტრები მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღმრთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა ამინ დიდი მადლობა და გაგახაროთ ღმერთმა
და